მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო. ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო. გარდა ბიზნესისა, გარდა ქველმოქმედებისა, კელა ბარკალაიამ ძალიან დიდი გზა გაიარა. ძალიან შორი გზა გაიარა და ბევრი რამე იცის. ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლია. და ვაკეთებ კიდევ. არ ყოფილა ისე, რომ კელა ბარკალაიას თვე არ გასულა ისე, რომ სადაც ვიყავი იქიდანაც ვიღაცას რო არ დახმარებია. მე როგორ იყენებს ეს ადამიანები ეს მაგათი ნება, მე სულით და გულით ვეხმარებოდი, ვეხმარები და მომავალშიც დავეხმარები. უბრალოდ ერთი რამ მინდა გითხრა და სწორად გამიგეთ. ესეთი საკითხები დადგა, რომ მოიმატა ქველმოქმედებამ რაღაცა კუთხით და ხდება ესეთი რამ. აი მაგალითისთვის ჩვენ კომპანიას ძალიან დიდი სურვილი აქვს თქვათ დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც თქვათ ვერ გადაადგილდებიან, არა აქვს მნიშვნელობა ასაკს და ზოგჯერ გთხოვენ და კაცურში რო არ დაეხმარო. დღემდე ამას ვაკეთებდით, როცა იქ რო ვიყავი იცის ახლა მთელმა ქვეყანამ, სადაც იქიდან თვე არ გასულა, რო არ დავხმარებოდი. მაგრამ არ არის კელა ბარკალაია ის კაცი, რო დადგეს, წეროს და ვიღაცებს უმტკიცოს, რომ მე რამდენი ქველმოქმედება გავაკეთე, ან ვის დავეხმარე. ეს ყველა იმ ადამიანებმა იციან. ახლა საკითხი დადგა ესე, რომ აი თქვათ, აი მაგალითისთვის ავიღოთ მოვიდნენ ახალგაზრდები, ნუ დამირეკეს, მომწერეს, რომლებიც ახალგაზრდები არიან 4 რაიონიდან და ვერ გადაადგილდებიან. რა თქმა უნდა, ეს ისეთი თემაა, რომ თუ რამე არსებობს გამოსავალი, უნდა გამონახო და უნდა დაეხმარო. ეს არ არის ავტომობილი, ეს არ არის სხვა ისეთი ნივთი, რომ მობილური ან რამე, არა. ეს ისეთ ნივთზეა საუბარი, რომელიც აი ამ ახალგაზრდა ბავშვებს ყოველდღიურად ჭირდებათ, ხო? ამის უმისოდ გადაადგილება არის ძალიან ძნელი.